ჯორჯაძეც, ილიაც და ნოეც თან ხვდებიან ერთ რამეზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რომ თბილისი უნდა გახდეს ქართული ქალაქი. ნაციონალისტურად, იმიტომ რომ აქ სომხური ბურჟუაზია დომინირებს, პლუტოკრატია დომინირებს და თბილისი უნდა გახდეს ქართული ქალაქი, რასაც პრინციპში მე 18-21 წლებში ჟორდანია რეალურად აკეთებს, ანუ თბილისის გაქართულებას და რასაც მე ბოლშევიკებიც აგზელებენ 20-30-იან წლებში, ხო? ანუ 1920-იან წლებში ჯერ კიდევ სომხები იყვნენ ქართველებზე მეტნი, მაგრამ ქართველების რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა 1970-იან წლებში. 70-იან? 70-იან წლებში თბილისში ხო ქართველების რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა 70-იან წლებში, როცა საბურთალო აშენდა. ხო? და ეს ახლა საკმაოდ დავიწყებული ისტორია არის, ანუ უკვე ახალი თაობისთვის თითქოს ისე რაღაცა გულგასლიდან მოყოლებული, თითქოს სუესე ვიყავით, მაგრამ ვინ ცხოვრობდა ამ ქალაქში, კაცო, თუ ბუნებრივი კითხვა არის. ესე როგორ იყო ახლა ეს, რომ ქართველი გლეხი იყო მიწაზე მიმაგრებული და შრომობდა სოფლად. ხო ასე, ანუ შუა საუკუნეებში როცა ფეოდალიზმი ბატონობა ასეა. თუ თბილისში ცხოვრობდა ქართველი, ის იყო ფეოდალი. ანუ მხოლოდ ქართული არისტოკრატია, მაგრამ არისტოკრატია რაღაცა 100,000-ობით ადამიანს ხო არ ნიშნავს არა? ანუ ცოტა არის, ბევრი არ არის, ხო? ვინ ცხოვრობს თბილისში? ესე იგი თბილისში ცხოვრობს ესე ვაჭარი, მრეწველი, პატარა ეს ამქრები რო იყო და ну მუშათა კლასი არ არის მაშინ ახლა 1860-იან წლებამდე მუშათა კლასი თბილისში არ არის ამქრები. ხო, კინტო, აი ეს ქალაქის